საღამოშვიდობისა დღეს არის საკმაოდ საინტერესო თემა შევარჩიეთ ეს არის საკითხი ნონკონფორმიზმის და კონფორმიზმის შესახებ ესე იგი დაუმორჩილებლობის თქვა შეუგუებლობისა და საერთოდ შეგუებლობის შესახებ ძალიან სერიოზული საკითხი გახლავთ უნდა გითხრათ თუ ძალიან გავრცელებული რამ არის საერთოდ საკაცობრიო კულტურისა და ისტორიის მანძილზე მან სხვა ფორმები და სახეები შეიძინა სხვა პერიოდში და ეპოქებში ეს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მე-20 საუკუნეში იმიტომ ფაქტობრივად მე-20 საუკუნე ამ ნიშნით არ ვითარდა და ამ ნიშნით წავიდა და ხარ დეტალებში შევეცდებით გავარკვიოთ ეს ყველაფერი და სწორედ ამ საკითხების გასარკვევად და მასზე სასაუბროთ ამ საკითხების წამოსაწევად ხა გარკვევა ბოლომდე შეუძლებელია მოვიწვიეთ კულტუროლოგი ქალბატონი ლიკა მამალაძე ძალიან დიდი მადლობა რომ დამთავრდით აი ამ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობის და სანამ კონკრეტულად საკითხს დავსვავდით და მე ვიცი რომ ამ საკითხზე თქვენ ნაფიქრი გაქვთ, ნამუშევარი გაქვთ, პირველში შეხა მე გიგზნობ, მოდი შენობის გადავალ, იმიტომ რომ მაინც ეს ახლობლივ ურთიერთობა გვაქვს. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ლიკა პირველში არის ხელმძღვანელი და შემდგომ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული გამოცდილება დააგროვა მასეთ კულტუროლოგიაში. სწორედ ამ მიზნით ძალიან საინტერესო იქნება შენი დაკვირვებები სწორედ ამ კუთხით რაც ეხება ნონკონფორმიზმს და საერთოდ აი ამ მოვლენას, რომელიც მე-20 საუკუნეში და ზოგადად სახელმწიფო კულტურულ არეალში აქტუალურ როლს თამაშობდა განსაკუთრებით აი ბოლო 50 წლის განმავლობაში მე-20 საუკუნის დროსაც გარკვეული თვალსაჩინო არსებობს თუ არა იგი დღეს ამასაც შევეხოთ ეს არ იქნება ცუდი მე უბრალოდ ერთ პატარა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ მე მახსოვს როდესაც ქართველი ჰიპები იკრიბებოდნენ ხოლმე და მე ვიცი რომ მათ შენც ცნობდი კარგად სხვა გრიბოდოვის ძეგლთან ისხდნენ ხოლმე ძალიან საინტერესო ფაქტია რომ ძალიან იმიტომ რომ რეალურად ხა ქართული ჰიპობა ცოტა პარადოქსულად დღესდღეობით ახლა ამას ვლაპარაკობ მაგრამ მართლა საინტერესო იყო მივიდოდნენ ხოლმე მამიკოს და ბიძების და ასეთი სანათესაოს ნაკედი ძვირფასი ჯინსებით თქვათ ეხლა წამოვიდნენ მეყვები ხა 70-იან წლების დასაწყის ან 60-იან წლების ბოლოს როგორი საქმე ლევი შტრაუსი ქონოდა მაშინ თბილისში ხა წარმოიდგინე შენ მამაშენ ან ცეკას ინსტრუქტორი ყველაზე დაბალი რანგი იყო რომ ყოფილიყო და ისინი იწყდნენ ხოლმე მახსოვს თმებით ჯინსებით თქვათ სუპერ აიფი იყო მაშინ მახსოვს და უსმენდნენ ხოლმე მუსიკას განსაკუთრებით დორს იყო გავრცელებული და ეს იყო რაღაც უცნაური მოვლენა იმ დროისთვის გრძელი თმების გაშვება და ასე შემდეგ რეალურად ეს მოვლენა არსებობდა მაგრამ პარადოქსიც იყო მეორე მხრივ ძალიან უცნაური და ლიკა ამას შევხედები ვარ ჩვენს ყველანი დაახლოებით იმ პერიოდს ეკაც ქონდა გარკვეული შეხება საღამოს კიდე შავი ვოლგები შავი ფარდებით ასე დადიოდნენ ცეკას ინსტრუქტორები ხო და თანამდებობის პირები მოაკითხავდა მძღოლებთან ერთად ამ ბავშვებს ასე კატარებულ ჰიპსტერ ბავშვებს ჰიპსტერები ერქვათ მათ აიყვნენ ხოლმე სასახლში ან თქვა აგარაკზე წყნეთში და ასე შემდეგ პარადოქსები ქართული პარადოქსები მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს ალბათ ამაზე კონკრეტულად შემდგომ ვისაუბრეთ მე უბრალოდ მინდა აი კონკრეტულად ეხლა ეს კონკრეტული პატარა ესეთი ლირიკულ ანეკდოტური გადახვევა ჩვენი ახალგაზრდობიდან ჩემი კონკრეტულად ახალგაზრდობიდან და აი ვთქვათ აი შევეხოთ ეხლა თუ შეიძლება ამ საკითხს აი როგორ ხედავ და რა არის თვითონ ეს მოვლენა ნონკონფორმიზმი და იგივე თუნდაც კონფორმიზმი კულტურაში საღამოშვიდობისა გია დიდი მადლობა რომ მომეცეთ საშუალება გამოვთქვა ჩემი აზრი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ განაცემაში მონაწილეობა საინტერესოა იმდენად რამდენადაც მე თვითონ ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ ხოლმე ამ განაცემას და რაღაც ისეთი ატმოსფეროა თვითონ სტუდიაშიც და მე მგონი მოწვეული სტუმრებიც ყოველთვის ძალიან საინტერესოდ გყავს ხოლმე შერჩეული ამიტომ ჩემთვის ესეთია დიდი მადლობა ამისთვის კიდევ ძალიან საინტერესოა თვითონ საკითხი რის გამოც დამიძახე სასაუბროთ. იმიტომ რომ ეს ჩემი ახალგაზრდობაც არის, ეს არის ჩემი სამხატვრო აკადემია, ეს არის ის 70-იანი წლები, რომლებიც ისე მოსაგონრათაც ძალიან ესეთია ლირიული და საინტერესო. და ეს ძალიან დამახასიათებელი იყო. მაგრამ მიცი რა მინდა რომ გითხრა, პრინციპში ხიპობა ეს იყო დასავლეთშიც, ეს იყო ფენომენი, რომელიც იყო ბურჟუაზიული რაღაც მორალის წინააღმდეგ მიმართული და პრინციპში მასშიც მე ყოველთვის ესე მახსოვს მე ხა ვერ გეტყვი ამ ხრივ თავს ვერ დავდებ მაგრამ საბჭოთა პრესა ესე წერდა ხოლმე რომ როგორც წესი ძალიან მდიდარი მამების შვილები ანუ თვითონ ბურჟუას შვილები იყვნენ ხიპები რომლებიც იქ ოჯახში აჯანყდნენ თავისი მშობლების წინააღმდეგ ასე რომ საქართველოში პრინციპში ეს მაინც გავდა ამ თვალსაზრისით თქო საქართველოში არ იყო ბურჟუაზიული ფენა როგორც ესეთი და არსებობდა თქვა ცეკას ნომენკლატურა
ნომენკლატურა და ესეთი ის პარტიულ ნომენკლატურული ბურჟუაზია. ხო, მაგრამ მაშინ მას ესე არ ერქვა რა პრინციპში. მაგრამ ყუსყუში რა თქმა უნდა ეს იყო ისეთი შეძლებული განებივრებული ბავშვების, იმიტომ რომ შეიძლება იგი ეს ნორმალურია, იცი, იმიტომ რომ აი ძალიან ისეთ ფენას მოსახლეობის ხო ნაკლებად შეუძლია თავის თავს უფლება მისცეს თუნდაც ამბოხის უფლებას. ეს არ ხდება ხომ ისტორიულადაც ესე ხო პრინციპში რო გადასწყვეტს. ეს თქვენ შეგიძლიათ თქვათ რომ ესე იგი არ არსებობს მასათა ამბოხი და არსებობს ელიტათა ამბოხი ხო? თუ ამ ტერმინს მის ავტორთან მივაკითხოთ, ანუ მასათა ამბოხი ეს ორტეგა გასეთის ცნობილი ნაშრომი არა. ორტეგას მიხედვით იქ მასათა ამბოხი არსებობს და მე შინაგანად ორტეგაისტი ვარ, იცით და ამდენად მე ძალიან ვიზიარებ ამ პოზიციას. არსებობს მასათა ამბოხი. როგორ არ არსებობს, ნუ მაგალითად და მასებს არ მართავენ, უკეთრად. თუ მასებს არ მართავენ, მაშინ ეს არის ხოლმე ისეთი ამბოხი, ისეთი ტიპის, რომელიც არაფრით არ თავდება. აი რაღაცა არის ხოლმე რაღაც ქარიშხალისავით, რომელიც არაფრით არ თავდება და ის მასათა ამბოხი, რომელსაც მართავენ, იქ ახალი ელიტა ჩაენაცვლება ხოლმე ძველს და პრინციპში რევოლუცია მხოლოდ ეს არის დაწყებული საფრანგეთის რევოლუციიდან. ყველა ელიტისგან იყო მართული ამ დროს მე შემიძლია თქვა, ამიტომ ან უცხოური, მაგალითად ლენინის რევოლუცია გერმანიიდან იყო ნაყე. ხო, მაგრამ თვითონ ლენი წარმოადგენდა თავის დროს ელიტას გარკვეულწილად ინტელექტუალური ოჯახიდან იყო. უთუოდ, იმიტომ რომ გია ბუნებრივია, იმიტომ რომ მხოლოდ ესეთ ოჯახებს შეუძლიათ მისცენ ბავშვებს აღზრდა, როდესაც იქ ჩდება იდეა პროტესტისა, ხო? ეს იდეა უსუსურია, სასაცილოა თუ სერიოზულია და ვთქვათ მომავალი აქვს. ამის და მიუხედავად, აი გითხრათ ძალიან საინტერესო, მაშინ ძალიან სიყურში მომხვდა პირველად, როდესაც ვიყავი ლენინგრადში, მაშინ ლენინგრადი ერქვა პეტერბურგში, ცარსკაის სილო და ვიყავით ლიცეი, რომელიც პუშკინმა დაამთავრა ამ ლიცეუმში და ძალიან საინტერესო ფრაზა გვითხრა გიდმა, რომ პირველი მიღებაო ამ ლიცეუმშიო მიიღესო 32 მე მგონი კაცი და რაც მთავარია მთელი დამთავრება იყო რევოლუციონერები. და სუყბელა ის იყო დეკაბრისტები ხოლმე ის იყო ძალიან ბევრი იყო ხო პრინციპში, მაგრამ სუყბელა და რატომ იცი? იმიტომ რომ ეს იყო პირველი სასწავლებელი რუსეთში, სადაც აიკრძალა ბავშვების ცემა. ანუ ნახე რა მოხდა. ერთგვარი თავისუფლება, როგორც კი მიეცა აზროვნებას, იმ წუთშივე მოხდა პროტესტი, გამჟღავნდა პროტესტი არსებულზე. ეს თავისუფლება ფაქტობრივად გამოდის და გარკვეულ თვალსაზრისით ბადებს კიდევ პროტესტის გრძნობას ახალგაზრდაში, ადამიანში, რომელსაც დამკვიდრება სურს. სხვა შორის ამასაც ლაპარაკობთ კიდევაც, რომ ასეთი მოსაზრება არსებობს, რომ თვითონ ჰიპთან მოძრაობას, თუ ესე 60 წლებზე თუ გადმოვალთ, საბოლოო ჯამში დამარცხებით კი არ დასრულდა, როგორც აი გარკვეულწილად გვაწოდებენ ხოლმე ინფორმაციას, თქვათ რომ წავიდნენ სადღაც კატმანდუში, თქვათ მარიხუანას კვამლით გაბრუებულნი და მე იქ ჩაკუტა ზოგმა საერთოდ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნი და საერთოდ დასრულდა, არამედ ელემენტად მათ მიაღწიეს, თუნდაც ისე ჩაანაცვლეს ბურჟუაზიული მამათა კულტურა, თვითონ დაიკავეს და მათი ადგილი. მარტივად უკაცრავად გულისხმობ რას, რომ თქვათ მათ როკ მუსიკა დაამკვიდრეს, ბაზარზე და საკმაოდ დიდი შემოსავალი ნახეს და ასევე თქვათ ეკოლოგიურ სუფთა ტანსაცმელი ბამბისა და სელის და რა თქვათ ბაილონისა და ნეილონის, რომელიც მოგეხსენებათ ბურჟუაზიული ინდუსტრიალური საზოგადოების სიმბოლოს და პროდუქციას წარმოადგენდა, ხო? აი, აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. სხვანაირად კიდევ როგორ შეიძლება იცით ამ პროტესტს სახელი როგორ შეიძლება დავარქვათ ამ მოვლენას, შენაცვლება ხდება. შენაცვლება ხდება, ანუ ხდება ახალი კულტურული, ну ამ შემთხვევაში ვთქვათ, ყოველთვის ესაა ხოლმე ოფიციალური კულტურა, იბადება სუბკულტურა, რომელიც შეიძლება შემდეგ ეს სუბკულტურა გახდეს ოფიციალური. ამ შემთხვევაში აი ამასთან გვაქვს საქმე. ეს ხო ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერ გარდამავლობას თან მოსდევს ხოლმე ავანგარდი. ანუ ჯოტო, აი ეს მე ძალიან მომწონს ეს ჯოტო, აი ჩვენთვის ესეთი კლასიკური რენესანსის დამწყები ჯოტო, ზოგადი კულტუროლოგიური თვალთახედვით ავანგარდისტია, იმიტომ რომ მან პირველმა, ანუ თუ ავანგარდიზმს ვიხმართ, არა იმ ტერმინის მნიშვნელობით, რაც პერიოდს გამოხატავს, არამედ როგორც მისი შინაარსი, ანუ წინმავალი, წინმავალი, მაშინ ჯოტო არის ავანგარდი, არა, იმიტომ რომ იმან დაიწყო ახალი კულტურა. თუმცა ტერმინიდან გამოვა და არა კულტუროლოგიური. და არა სახელწოდებიდან რაღაცა კონკრეტული მოვლენის, არა, მაშინ ანუ ნებისმიერი გარდამავლობის შემდეგ იწყება ახალი ავანგარდული კულტურა, რომელიც შემდეგ შეიძლება კლასიკის დასაწყისად ითვლებოდეს მეორეს მხრივ, ჯოტო რენესანსის დასაწყისი. ხო, ძალიან საინტერესო ახლა გამახსენდა ვაზარის მიყვარს ხოლმე ყოველთვის კითხვა, იქ არის ძალიან საინტერესო მომენტი, ვაზარი როგორ იწყებს თავის ბიოგრაფიებს, ხო?
აი ამ დროს ლაპარაკობს მე-14 საუკუნის დასაწყისში ლაპარაკობს იყო საშინელად დატრიალდა იტალიაში ფლორენცია და თლიანად ეს ტოსკანა მოიცვა შავმა ჭირმა და ამ შავმა ჭირმა ძალიან ბევრი მხატვარი შეიწირა და სწორედ იმ დროს როდესაც ამდენი მხატვარი შეიწირა ფლორენციაში გაჩნდა ჯოვანი ჩიმაბუე ესე იგი ყველაზე დიდი ფაქტობრივად რენესანსის დამწყები რა ავანგარდის დამწყები ამ შემთხვევაში შენი ასე რომ თავისთავად ჩიმაბუეს მოყვა ჯოტო მეგოც მისი მოწაფე და ნუ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ გარკვეულწილად ჯოტოც ეს რაღაცა წამოდი მე-15 საუკუნეში გარკვეულწილად ნონკონფორმიზმის ასე ვთქვათ გარკვეული ტრადიციასთან დაპირისპირების სახით შეიძლება გავიაზროთ ალბათ მაზაჩიოც მე ხო რა თქმა უნდა ამ მოცულობაში შემოიტანა ფორმა შეიძლება ისე როგორ ვთქვათ მე მაგალითად ეს ოღონდ ამ შემთხვევაში ჩემი პოზიცია თუ გავყვებით ტერმინის ის ენციკლოპედიურ ახსნას არა კონფორმიზმი არის რაღაცასთან არა უკაცრავად ოფიციალურ კულტურასთან შემგოებლობა არა ნონკონფორმიზმი ეს არის სურვილი ორიგინალურისა, სურვილი განსხვავებულისა. ყოველ შემთხვევაში არეგოები არსებულ დადგენილ ნორმებს. მაგრამ ზოგჯერ ეს არის ხოლმე მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა. მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა. და ნახე როდის ხდება, ანუ ნონკონფორმიზმი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ განსხვავებული არის პირობითად რო დავარქოთ თავისუფალი ფსიქოლოგიისაგან და მე მგონი რომ მაზაჩი ჯოტო და ესენი არიან ის ადამიანები რომლებიც ახალ კულტურულ ერას ქმნიან ისე იგი ისინი იმიტომ კი არ ქმნიან ახალს რომ არსებულს ეწინააღმდეგებიან მათთვის წამყვანი პროტესტი კი არ არის ვთქვათ იგივე ხიპური მოძრაობისგან განსხვავებით იმიტომ რომ ეს მაინც უფრო ცვლილება ის რაც მოიტანა ხიპურმა მოძრაობამ ანუ 60-იანმა წლებმა კი თუ შიდა მე-20 საუკუნის დაყოფაზე ვილაპარაკებთ ის მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხო ესე ითვლება რომ პოსტმოდერნიზმი დაიწყო აი სწორედ 60-იანი წლების მოვლენების შემდეგ არა ან დაიწყო ახალი კულტურული ერთად არქიტექტურაში ამ დასვეს ეს ჯემსთან ხო მაგრამ შემდეგ გაჩნდა კიდევ სოფლმხედველობა და მოყვა სწორედ აი ამ 68 წლის ფრანგულ რევოლუციას როგორც ლიტერატურაში აღნიშნავენ რა მაგრამ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის მოვლენა ვთქვათ ჯოტოსსა და მაზაჩოს მოღვაწეობა რა და ნახე რა ხდება ის რაც დაიწყო ჯოტო მაზაჩომ ან ну ვთქვათ ну მოდი ასე ვთქვათ იმპრესიონისტებმა ის უფრო ყველა მაშინ თუ ასე წავიდა რომანტიკოსებმა რა რომანტიკოსებმა ანუ ნებისმიერი ის პიროვნება რომელიც იწყებს რაღაცა ახალს ის მე ეს მგონია იცი რომ თუ შენ მიზანი გაქვს რაღაცას მხოლოდ ეწინააღმდეგო და არ შეგიძლია დაბადო ახალი მაშინ მე ესე დავარქმევდი ეს ფსიქოლოგიური ფენომენი არის ნონკონფორმიზმი იმ გაგებით რომ ფსიქოლოგიაში ესე არის იცი რომ კონფორმისტები და ნონკონფორმისტები ერთი და იგივე ტესტში ჯდებიან და კიდევ არის აი რაღაცა თავისუფალი ფსიქოლოგიის ადგილი რომელსაც შეუძლია ზოგჯერ აღიარებდეს და მიხვებოდეს გაბატონებულ კულტურას ზოგჯერ მის წინააღმდეგ ახალს ქმნიდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ თუ გაქვს უნარი ახლის დაბადებისა ანუ თუ შენ გაქვს შიდა პოტენციალი ახლის აშენებისა ანუ ახალი იდეის თქმისა ხელოვნებაში მაშინ შენ ნონკონფორმისტი არ უნდა იყო მე ამ ტერმინს არ ვიხმარდი ამ შემთხვევაში ეს ჩემი ინდივიდუალური დამოკიდებულება მაგალითად აი თუნდაც ასე დასკვნა რეალურად მშვენიერების ეტალონი პირადად ჩემთვის ხელოვნების არა მარტო ჩემთვის საერთოდ ბერძნული კულტურა. უბრალოდ მანას ან იღებ ბერძნული ხელოვნება, ამ შემთხვევაში სახვიდობა, ქანდაკება, მხატვრობა, აი თქვა იგივე კერამიკული მხატვრობა, რომ ჩემთვის სასწაული მხატვრობა. ხო, ესე ფაქტიურად ან იღებ მას და ხდები კლასიცისტი და ხდები რეალურად მასზე მიბმული, აქ და უპირისპირდები მას და ხდები მოდერნისტი და ავანგარდისტი, ან კუბისტი, ან ფოვისტი, ყოველთვის პიკასო ხდები რა. რომელიღაცა ავანგარდია რა. ყოველთვის იგი მისგან აირეკლავდა რაღაცა ფორმით, ან ხდები მისი ეპიგონი, ან ხდები მისთან დაპირისპირებული და ეგრეთ წოდებული ოპოზიციაში მდგარ, რომელიც შენვე ამკვიდრებ კიდევ რაღაც გარკვეულ სხვა ფასეულობებს. დაახლოებით ასე შეიძლება ითქვას ალბათ, ხო? მაგრამ ეს არის უფრო მე მგონი უფრო სტილურ მეთოდოლოგიური მდგომარეობა ჩემის აზრით. მე მგონი ჩვენ უფრო როგორც სოციალურ მოვლენაზე შეიძლება შევჩერდეთ. ოღონდ როგორც სოციალურ მოვლენაზე და ცალკე ჯგუფია ვთქვათ, ცალკე ასპექტია. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ შევჩერდეთ გარდა სტილური კიდე სიღრმისეული, ანუ დამოკიდებულების, აი გახსოვს ჩვენ ამასთან თუ ლაპარაკობდით, მე ვთქვი კიდევაც, რომ აი შენი დამოკიდებულება მხატვრობისადმი, ხო, პრინციპში არის, ეს არის შენი პოზიცია, არა? და ვთქვი კიდევაც, ეს არის ფერწერა თუ ფიქრი, არა? აი ეს მომენტი და შენ დამეთანხმე იმაზე რომ მითხარ რომ ხო და მე მაგ და მე რაღაცა მომიყევი როგორია შენი დამოკიდებულება ამის მიმართ არა და
აი მე ვფიქრობ რომ და ვიღაცას ნუ თქვათ აი მე ვიცი ის მხატვრები რომელსაც მე მიმუშავია თქვათ იგივე ბატონი ედმუნდ კალანდაძე ხო ქონდა რაღაც თავისი საკუთარი პოზიცია ისიც აბსოლუტურად განსხვავებული ყველასაგან და თქვათ აი იმას მიაჩნდა რომ აი ეს არის ფერწერა ეს არის შენ მიგაჩნია რომ ფერწერა არის ეს კიდე ვიღაცას მიაჩნია რომ რაღაც არის სხვა ხო ეს არის ინდივიდუალური სუბიექტია ასე სუბიექტის მაგრამ შემოქმედს შემოკარგო ნამდვილი შემოქმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ ჰინ ვარიანტი გაქვს სამყაროსი იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში შენ მხოლოდ ეპიგონე ხარ ხო შენ ჰინ ვარიანტი თუ გაქვს სამყაროზე და შემდეგ ამას ჯერითი გააზრებულად ავლენ შენ ნამუშევარში მაშინ შენ ხდები ის მხატვარი რომელზედაც საინტერესოა წერა ანუ მე ამ შემთხვევაში როგორც ხელოვნებაცოდნე თუ კრიტიკოსია შემიძლია გითხრა რომ მე მაინტერესებს ის მხატვრები რომლებმაც თვითონ მოიგონეს ეს სამყარო გესმის იმიტომ რომ აი იყო ვთქვათ იგივე 50-იანელებს რო ვეძახით ხო იმათ თაობაში ისეთი დამოკიდებულება რომ ვიღაცას ძალიან გავდა და მე ვთქვათ ვიღაცაზე ვწერდი და ვიღაცაზე არა და მე ვიღაცა მეუბნებოდა რომ ეს ხო ზუსტად იგივეა და რატო ეს არ გაინტერესებს იმიტომ რომ აი ეს სამყარო აი ამის გაჩენილია და იმან ეპიგონიობად მიმდევარ მიმბაძველი მანერის მიმწესებელი და ამდენად დამოკიდებულება სამყაროსადმი თუ იბადება ინდივიდში და ეს არის შენი ერთადერთი და განუმეორებელი ინვარიანტი რომელიც ხატია შენ ტილოზე ხო აი ამ მაშინ შენ ჩემთვის საინტერესო ხარ ხო მაგრამ ეხლა მანდ ეს ისევ შევეხეთ ისე პიროვნება სუბიექტია უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ამ შემთხვევაში აყურებლის ჩვენთვისაც ალბათ იქნებოდა როგორ შეიძლება განვიხილოთ ეს როგორც მოვლენა ახლა ისე თქვათ იგივე დასავლურ სამყარო მიცის რეალური ნონკონფორმიზმის საზოგადოების გარკვეულ მიღებულ ნორმებს უპირისპირდება თქვათ გარკვეული ჯგუფი ადამიანების ეს ბიტნიკების მოძრაობა იყო თქვათ იგივე დასავლეთში თუ ხიბებზე გელაპარაკეთ ნუ საბჭოთა კავშირმა იცის არაჩვეულებრივად იცის ეს მაგალითად მე ნამდვილად ახლა საზოგადოების შეიძლება ნაკლებად იცოდეს მაგრამ რუსეთში მაგალითად არსებობდა ასეთი მოვლენა რასაც თამამად შეიძლება თქვას მართლა underground-ის ესე იატაკქვეშეთის მოძრაობა ეს იყო ბელუჩინის სკოლა ეგრეთ წოდებული რომელიც განუდგა, ასე იგი მთლიანად განუდგა ოფიციოს, შეთქვათ სოციალიზმის ოფიციალური მოთხოვნა იყო, მიწერა კიდევაც სუსლოვს იმ პერიოდის, ესე იგი იყო ასეთი. ეს უკვე დისიდენტიც იყო, ხედავ, მარტო კონფორმისტი კი არ იყო, უკვე როგორც სოციალური მოვლენა დისიდენტური იყო. მაგრამ რადგან სოციალიზებულია თავისი არსით და თანამედროვე არის არტისტული აქციაც უკვე ხდება ნონკონფორმიზმი მთელი თავისი არსით და მიწერა სუსლოვს, ამდენადაც ეს წაკითხული მაქვს და ხა უბრალოდ ციტირებას არ მოვახდენ, იგი უპირისპირდებოდა მას და მივიღოთ შედეგად ის რომ საერთოდ იგი მან დატოვა ყველა სამსახური აბსოლუტურად სადაც გამომცემლობაში მუშაობდა მხატვრად და თავის თანამოაზრებთან ერთად სიმბირის ტყეში გადავიდა საცხოვრებლად ესე იგი ეს იყო აღვირახსნილი ესე ნონკონფორმიზმი და საუკეთესო გაგებით ხო ასევე ნიზვესნი ძალიან ცნობილი იყო ისეთ ხრუშჩოვს დაუპირისპირდა რომელმაც რაღაც წვერით ათრია გამოფენაზე როდესაც ისეთი აღშფოთებული იყო ის პირდაპირ იყო ისეთი სხვადასხვა ასე ვთქვათ დღევანდელი ტერმინი რო ვიხმაროთ არა იყო ოფიციოზის წინააღმდეგ გამოსვლა და მით უმეტეს თუ გავიხსენებთ რომ ეს ჯერ კიდე ის წლებია როდესაც საბჭოთა იდეოლოგია თუ საბჭოთა მანქანა ძლიერია და ის ჯის იმათ ვინც არ ემორჩილება მაშინ ეს ადამიანები იყვნენ მოკლებულები ყოველგვარ ვთქვათ რაღაც მატერიალურ თუ ელემენტარულ და ისინი მიდიოდნენ ამაზე ხომ ასე იგივე ნიმუხინი მაგალითად თქო ოსკარ რაბინი თლიანად ხო იქ არის ხა მე სპეციალურად ვამახვილებ აი ამას იმიტომ ის გარემო რომელშიც ჩვენც ყალიბდებოდი ჩვენი კულტურა ყალიბდებოდა რამდენად სერიოზული იყო ჩვენთან ხო აი მაგის ქვამდე რა ხდება ჩვენთან ამ დროს ხო რა ვიცი იცი რა ხდება ჩვენთან ხო საერთოდ ეს დამოკიდებული მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში ბევრად იგივე კაბაკოვი რომელიც ახლა არის ვარსკვლავად ითვლება ხო თანამედროვე მხატვრობაში რუსული სოციალისტური კონცეპტუალიზმი უკაცრავად მე ხა უბრალოდ მინდა რომ შინგინა გამომიწვიო მე იმ სათქმელად რა ხდებოდა საქართველოში მე აი ხა რა გითხრა იცი მე მაგალითად მიმაჩნია რომ ეს არაერთმნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოში რა თქმა უნდა ეგეთი მწვავე არ ყოფილა საქართველოში ესეთი მწვავე დაპირისპირება საერთოდ არ იცის ქართულმა სოციალური დაპირისპირება მწვავე საქართველოს არ იცის არც მაშინ ბოლშევიზმის დროს არც ისმის მე ხა შიშობ ამის თქმას მაგრამ საქართველოში ყველაფერი ბევრად უფრო მოდი ეს გენა სუძველში ჩავ არასდროს არ იყო რელიგიური დაპირისპირება საქართველოში ანუ მე მინდა გითხრა რომ ეს ქართული ბუნებაც არის მე ხო ვიცი ხა შენ საერთოდ მაგრამ ქართული ბუნებაც არის რელიგიური ბრძოლა ომები გახსოვს ჩვენთან არა იმ დროს ბიზანტიაში იქცეოდა ქვეყანა იგივე ამასთან დაკავშირებით დოგმასთან დაკავშირებით არა ჩვენთან არ იყო
ამდენად მოდი ვთქვათ, რომ ეს ჩვენი რატომ არ იყო ჩვენთან? ხასიათი რატო? ხასიათია. არა, ხასიათი ხა ასე ხო არ იტყვი ხო? მე მაინც ესე მგონია, რომ არა, ხასიათი არა, მე მგონი თვითგადარჩენის საშუალება იყო. შენ მეკითხები რატომ არის ესეთი ხასიათი? ხასიათი იმიტომ თვითგადარჩენის საშუალება. მე მაქვს ახსნა. მე ძალიან მომწონს. მე ხოც ამაზე არ მიფიქრე, მაგრამ უნდა გითხრა, რომ ეხლავე ძალიან მომეწონა. ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შეგვიძლოს კონტეს სამოქალაქო ომი არა? ნამდვილად არა გვაქვს, როდესაც ხარ რაღაცა. შევეხეთ, გავნადგურდით კიდევაც, ხო? ხო იყო 94. აი, ძალიან მომწონს. დიდი მადლობა, აი შევდგე შენ ხა ამ შემთხვევაში ისეთი რაღაცაზე მიპასუხე, რადგან მე უკვე იმის იქით აღარ მიფიქრე. და თან ძალიან მომწონს, რომ ესეთი პოზიტიურია, იცი, მე ყოველთვის მომწონს ხოლმე, როდესაც კი, ალბათ ესეა. ძალიან კარგი. ქართულ რეალობაში უკაცრავად ლიკა, ქართულ რეალობაში ჩემი სადეთ იყო ეს სწორედ თვითგადარჩენის სურვილმა ძალიან ბევრ დიდ ჩვენს მოაზროვნე ხელოვანს, არტისტს, ამ შემთხვევაში არტისტს გულისხმობ, ზოგადად ხელოვანს გულისხმობ, გამოსავალიც მოაძებნა და ლიკა უკაცრავად, მაბათე პატარა ესეთ პატარა ჩანართი მინდა გავაკეთო. დავით კაკაბაძეს ჩვენი ავანგარდის და საერთოდ მოდერნული აზროვნების მამას პირდაპირ გაგებით. აქვს ერთი არაჩვეულებრივი ნახატი. ფერწერა არის ზეიმიმთაში. ზეიმიმთაში. ეს არის საკმაოდ მოზრდილი კილო, დაახლოებით დავითისთვის მოზრდილი, თორე ჩემთვის არც ისე. ძალიან საინტერესო კილო. ეს არის დიდი, აი ესეთი წარმოგიდგენთ ესეთი კვადრატი და ზედარ დიდი ლამაზი იმერული მთა. ფთილას ლამაზად ხო წითელი ნარიჯო წვანე, იასამნისფერი, წინ არის მოლი, მწვანე მოლი. ხო გახსოვს ახლა ლიკა უბრალოდ მე კიდევ გახსენებ და პატარა ფიგურები, ეს მუზეუმები, კოლმეურნეები არიან და ხელში მათ უყრიათ ტრანსპარანტები. თავის დროზე მასზე გამოსახული იყო, ესე იგი სამი გამოსახულება იყო. ბერია ეჭირათ. აი მე ბერიას არ მოსწრები ვარ და ლენინი და სტალინი მახსოვს. ხო არა, მე მახსოვს. მე ბერია არ მახსოვს რატომღაც, მაგრამ აი ლენინი და სტალინი მახსოვს. ერთი იყო ბერია, მეორე იყო სტალინი და მესამე იყო ლენინი. დღეს მუზეუმში არის დარჩენილი მარტო, ხო, მაგრამ იყო. თუ დააკვირდები, ჩანს, არა, ჩანს ეს უბრალოდ საღებავით რო გადაეტყობა, მაინტერესებს ვინ წაშალა ეს, თვითონ დავით ხარ წაშლევინეს. ასე იგი ჯერ წაშალეს ბერია, როგორც ერის, ასე იგი ამ შემთხვევაში ქვეყნის სამშობლოს მოღალატე, მერე წაშალეს თავისად სტალინი, როგორც კულტი, პიროვნების კულტის ეპოქის შემდეგ უკვე და ეხლა მერე დარჩა ლენინი. ხო და ეხლა რის თქმა უნდა, რატომ მოვიტანე ეს მაგალითად? აი ხედავთ რა გამოსავალი მოძებნა ამ დიდებულმა და არაჩვენმა დავითმა. ესე იგი, მან აჩვენა ასეთ უცნაურ აქცია, პერფორმანსი ჩაატარა ნახატით. ძალიან უცნაური რაღაცაა, რომ მან კი არ დახატა, თქვა, დიდი გლეხი, ან დიდი პროლეტარი, როგორც ამას ხადოს ოფიციოზის რუსეთში. წამოიდგინეთ დიდი გლეხი და დიდი პროლეტარი სადღაც დაპყრობილი გარემოს სადღაც სტეპში დგას და წელი უჭირავს ხელში გლეხს და მუშას კიდე დიდი ურო. ნუ რაც არის იცით ხა მთელი სოციალისტური კულტურის იდეოლოგია მაგაშია. პირდაპირ გაგებით. არ დახატა მას. იქ ხო იქ პოდიტეცილინა და რაღაც ეს რუსეთში გასაგები, ამან დახატა, დავითმა დახატა პატარა პოზნეურები და მარადისობა უკან აბუბუნებული თავისი ლამაზი. გამოსავალია, რომელიც ნახა ქართულმა გონებმა. აი ეს არის გადარჩენის გამოსავალი. არაჩვეულებრივი, მიუხედავად ამისა, რომ იგივე დავით კაკაბაძის ცხოვრება მაინც მე მახსოვს ერთხელ ბატონმა ლეომ ესე თქვა, დავით კაკაბაძე მოკლეს. ბატონ ლეორ ჩეულიშვილს. ბატონ ლეორ ჩეულიშვილს. ჩვენი სკოლის ხელმძღვანელობის სკოლის ერთ-ერთ ჩემ დიდ მასწავლებლად. კი ბატონო. და აი ესე თქვა, რომ დავით კაკაბაძე მოკლესო და მე შინაგანად, ხა მე მაშინ არ ვიყავი, იმიტომ რომ ჩემს დაბადებამდე მოხდა, მაგრამ აი ნამდვილად მგონია, რომ ალბათ ესე იყო. და აი კიდევ მომისმენია ვთქვა უფროსი თაობისაგან, რომ არ ყოლოდა ესეთი ძალიან ესეთი მხარში მდგომი და ძლიერი მეუღლე ლადო გუდიაშვილს, ისიც შეიძლება შიმშილით მომკვდარიყო. ანუ ეს მომენტი ფიზიკური განადგურებისა, მათ წინაშე მაინც იდგა ძალიან სერიოზულად. თუმცა არსებობდა რაღაც გარკვეული დაცვის საშუალებები და ეს მოიგონეს, ხო, შექმნეს გარკვეული. კი, მაგრამ ხო, არა, ძალიან ძალიან მომწონს ვთქვათ, რომ ეს მოდი ესე ვთქვათ, პრინციპში შემდეგი თაობა რო ავიღოთ 50-იანელები, ხო? ისინიც გარკვეულად იყვნენ დაზარალებული, იმიტომ რომ აკადემიიდან რიცხავდნენ, ვთქვათ რაღაც კონდეთ რაღაც პრობლემები, არა, დასაწყისში ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ნახე რა მოხდა 60-იან წლებში, ანუ როგორც კი დადგა 20 წელი, რასაც ეძახიან, ხო, პრინციპში. დათბობის პერიოდში. ხო, დათბობის პერიოდში, ნახე რა მოხდა. პოპულარულები გახდნენ. ანუ რაღაცნაირად თითქოს ორმაგი გახდა ეს მომენტი. ერთის მხრივ ისინი იყვნენ არაღიარებულები ოფიციოზის მიმართ,
მიერ და მეორეს მხრივ იყვნენ ძალიან პოპულარულები, არა? ამიტომ თითქოს გესმის არც გამოდიოდა მაგათი დისიდენტობა, თუ ვთქვათ, მაგათი ნონკონფორმიზმი, იმიტომ რომ როდესაც შენ გაღიარებს, ვთქვათ, მხატვრული ცხოვრება გაღიარებს როგორც მეტრს, ეხლა ძალიან სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ შენ ნონკონფორმისტი ხარ. და საქართველოში ესეთი რეალური სიტუაცია შეგვიძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნონკონფორმიზმი კლასიკური გაგებდა, მიჯობს ანდერგრაუნდი იატაკოა შეჭრილი. არ არსებობდა. როგორც რუსები ამბობენ, ტერმინი работать в стол. ესე იგი, ქართულად საშინელი თარგმნება ხატო, ესე წერო და ჩადოუჭრეს ეს გულისხმობს. ხო, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცა არ არსებობდა. თუმცა გახსოვს შენ, შეიძლება არ გახსოვს შენ, ხა მაინც უფრო პატარები ვიყავით, მაგრამ მაინც იყო ესეთი მომენტი, ცისკრის ნომრების დარბევა გახსოვს? 3 ნომერი ცისკრისო დარბევა და გურამ რჩეულიშვილის და აი ამ თაობის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში იყო მოწვეული. მე არ მახსოვს, მაგრამ აი მონათხრობი ვთქვათ იმათი, ვისაც ეს ახსოვს, იყო და ძალიან ესეთი ხო, პრინციპში კრიტიკოსი გამოდიოდა და რაღაცა ქვაქვასას არტოვდა და შემდეგ, მაგრამ ამის პასუხიც რა იყო შემდეგ? იგივე გურამ რჩეულიშვილი ახალგაზრდობის ჩანაცვლება მოხდა ერთგვარად, ესე იგი და როგორი პოპულარული რაღაცნაირად აღიარებული ოფიციოზისგან მიღებული ფორმები ჩანაცვლება მოხდა სწორედ იმ ადამიანებით, რომლებიც მას ებრძოდნენ. და თვითონ გახდნენ გარკვეულწილად რუპორი სახელმწიფო იდეოლოგიის თუ არა ისინი, ვინც გარედან ებრძოდა. მე მგონი რომ პრინციპი აი თქვა თუმცა რუსულ კულტურამაც იცის ხო ეს თქვა ეს იქნებოდა თქვა რა ვიცი მათი პოეზია, მათი მუსიკა, ლიტერატურა თუ არა. რა ადგილიდან ეხლა თუ გავიხსენებთ მაშინ რომ იყო ესეთი დეკრეტი. აი ევტუშენკო მაგალითად თუ. ხო, ევტუშენკო ყოველთვის ისე იყო, მაგრამ აი მე გეტყვი წინათაობას მაგალითად ანა ახმატოვას და მაგაცა რომ ეს იყო დეკრეტი იყო მიღებული გახსოვს? ხო, იქ რა თქმა უნდა ეს იყო გაცილებით უფრო კაცრად კი არა, როგორ თქვა, გაცილებით უფრო ხისტად ხორცელდებოდა მათ წინააღმდეგ ეს პოლიტიკა და ისეც არის ხო, თქვა იგივე მარინა ცითა და ანა ახმატოვა ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო და თქვა ეს ის იყო უდიდესი პოეტი. იგივე მანდელშტამი და ასე შემდეგ საერთოდ იქ და მოდი ეს როგორ დავსვათ ეს შეკითხვა, ისინი ჩაინაცვლენ, როცა ცოცხლები აღარ იყვნენ, უბრალოდ გახდნენ ძალიან. მე მგონი სიკვდილის სიცოცხლეზე იყო თამაში და იცით რა არის, მე მაქვს ესეთი შეგრძნება, რომ საერთოდ საქართველოში კი ხდებოდა ეს და ბუნებრივი არის იგივე ტიციანი, დაბიძე თქვა იგივე ეს რომელიც პირდაპირ რეპრესიებს მოყვა, რეალურად ეს იდეოლოგიური ზემოქმედების და დაწოლის ქვეშ იყო და მაგრამ მაინც ბილი იყო, ხო გია? ნუ ხوار იყოს პროვინცია, მაინც პროვინცია თუ არ განიხილებოდა საქართველოს დიდი საბჭოთა კავშირის და მოსკოვი მაინც იდეოლოგიური ზემოქმედების ცენტრი იყო. მე ხა ამაზე ვერ გიპასუხებ როგორ განიხილებოდა. აი ამ მიჭერს, მაგრამ მე გინდა გითხრა, მე შეგრძნება იმის, რომ ეს მაინც პროვინცია იყო, ხშირად გამჩენია ხოლმე, როგორც ვთქვათ, მეცნიერს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მიგრძნია, რომ აი მოსკოვში მეტი შესაძლებლობებია. ანუ ამავე დროს დაპირისპირებაც მეტი იყო ოფიციოზგან, ხო? დევნაც უფრო მეტი იყო. ეგრე იყო, რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, ხო. რატომ მათ შექმნეს ანდერგრაუნდი, თუმცა მე არ მივტერი იმას, ასე გებია, მათ ამის ბედნიერება და ამის ფუფუნების საშუალება ჰქონდათ, ჩვენ ეს არ ჰქონდა. ნუ ყოველთვის რბილი იყო. იცი რა, იყო, მაგრამ ძალიან რბილად, ესე ქართულად, მოდი ასე ვთქვათ. არასდროს ამას არ მიუღია სერიოზული მოძრაობის ხასიათი. ნუ მე მახსოვს მაგალითად ჩემი ძალიან ბევრი საყვარელი და სათაყვანებელი მხატვარი და ფაქტობრივად გარკვეულთვას არ მარტო მხატვარი ხელოვანი, თუ თქვათ, აკეთებდა ფიგურაციებს, თითქმის აბსტრაქციას, ზოგი პირდაპირ გაგებით აბსტრაქციასაც ეს რა როგორი საქმე იყო 60-იანი წლების დასაწყისში, მოგეხსენებალი, ხა ვინც ამ საქმეში ერკვევას მართლაც იყო რევოლუციის და ყუმბარის აფეთქების წოლფასი და ამავე დროს ხატავდა ლენინს. და კომბინატში აბარებდა. ხო, მაგრამ ამას არ გაკეთებდა ბილიჭინი. ხო, მართალი ხარ. და მოდი იცი რა, ჩვენ ხა ჩვენი თემა არ არის, მაგრამ პრინციპში დაახლოებით იგივე ხდებოდა პოლიტიკაშიც არა, პრინციპში, არა? ხო, ალბათ. უფრო რბილი იყო ჩვენთან პოლიტიკური დაპირისპირებაც და ვთქვათ პოლიტიკური დისიდენტობაც უფრო. არ ვიცი, ვერ გეტყვი, შეიძლება ჩვენთან ემატებოდა ეროვნული თვითშენარჩუნების და გადარჩენის მომენტი. და ჩვენ ყველაზე მეტად გაგვანადგურებდა ჩვენ გვაგვიგეთ 9 აპრილი. მართალი ხარ და რაც მთავარია, ეს ჩვენ არ გვეჩვენება. მე ეხლა მაგალითად, მე ამასაც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. ზუსტად ვიცი რომ გაგვანადგურებდნენ, იმიტომ რომ ისეთი მკაცრი მოთხოვნები 15 რესპუბლიკიდან როგორც იყო საქართველოს მიმართ, ესეთი მკაცრი არავის მიმართ. დღეს მაგალითად შეხედეთ რა ხდება დღეს. თუ ვინმე და რამე აღიზიანებს, სწორედ ჩვენი ის რომ ფეხზე ვდგებით და ჩვენი ქვეყანა მართლა იმკვიდრებს თავს
სოფლიო არეალში უფრო დამოუკიდებელი და ფუნქციის მატარებელი ქვეყანა. და მე მართალი გითხრა ახლა რომ ვლაპარაკობთ იცი ყოველგვარი იმის გარეშე არა მაყურებლისთვის არამედ მართლა შინაგანად მინდა გითხრა რომ იცი ახლა რომ ვლაპარაკობ სულ ვფიქრობ რომ იცი ეს სიბრძნეა ერისა და მე რაღაცა ცოტათი მაგ შინაგანი სიამაყის განცდა შენ იცი რა მე ვფიქრობ რომ ჩვენ ხო ძალიან კრიტიკულები ვართ ჩვენი თავის მიმართ ჩვენი თავის მიმართ ან გვართ ხოლმე რაც კარგები ვართ ქართველები ან ვარდებით მეორე უკიდურესობაში რომ რაღაცა ძალიან ცუდებია სიმართლეში სულაც არ არის ჩვენ გვაქვს ჩვენი სახე ჩვენი ხასიათი ჩვენი სპეციფიკა და ეს არ არის არც ძალიან კარგი არც ძალიან ცუდი მაგრამ აქ რაღაცა თავისი განსაკუთრებული ნიშან-თვისებები არა და აი ხა ვიფიქრე რომ ერთ-ერთი ნიშან-თვისება არის აი სიბრძნე ეს იცი რომ მოახერხო და გადარჩე ამას გონება კი არა სიბრძნეს ჭირდება რაღაცა სხვანაირი ცოდნა თემას რომ დაუბრუნდეთ და ძალიან კარგია დაუბრუნდეთ ესე იგი ფაქტობრივად თუ ჩვენთან არ არის ამ ტიპის კლასიკური გაგებით ნონკონფორმიზმი თქვათ რაც კარგად ვიცით დასავლეთში იგივე 60-იანი წლების მოძრაობა პარიზში მოგახსენებათ რაც ხდება სტუდენტურ მოძრაობებს ლაპარაკი თვით ლეგენდარული დეგოლიც კი ზულებული გახდა წასული ხო ეს წარმოუდგენელი რაღაცა ჩვენთან დაახლოებით ამ ფორმით შეუძლებელი კულტურაზე ვილაპარაკოთ იგივე თქვათ თუნდაც აი ჩვენი სამეგობრო წრეში ძალიან ხშირად ჩვენ ვიცით რომ ადამიანები თქვი კიდევაც რომ გარკვეულ ნომენკლატურულ ოჯახებს ეკუთვნოდათ და შემოსავალიც ჰქონდათ ვიცოდით კიდევაც სატყიდებოდეს ფირფიტები თქვათ რომელიც თქვათ ჟღერდა თქვათ ავანგარდული იმ პერიოდის ავანგარდული დღეს უკვე კლასიკად ქცეული თქვათ ლედ ზეპელინი თქვათ თუნდაც ხო და ასე შემდეგ ხო თუნდაც აი როგორც რეპორტ ახლა თქვათ აი ზამინული ყოველწუთში რო გვესმის და მაშინ მისი მოსმენა როგორი ვაჟკაცობა იყო მოგახსენებათ საჩაიგდები ამას ხელში და ასე რომ რეალურად ჩვენ საქმე გქონდა ესეთ უცნაურ მოვლენასთან განსაკუთრებულ მოვლენასთან რაც ქართული ნონკონფორმიზმი თუ შეიძლება ასე ვქვია ორმაგი კოდირების გზით ჯანკს აქვს ჩარლზ ჯანკს აქვს არაჩვეულებრივად ეს პოსტმოდერნის ერთ-ერთი შემქმნელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი ცოტა ასე ცნება ასე ორმაგი კოდირება ცოტა ქართველი ახერხებდა ამ ორმაგი კოდირებით თავის შენარჩუნებას და დამოუკიდებლობის შენახვასაც თუ შეიძლება ასე ითქვას და ამიტომაც ჩვენ მართლაც კლასიკური გაგებით არ გვაქვს ნონკონფორმიზმი აი იგივე თუნდაც ტუსოვკები ესე უკაცრავად ამ რუსული სიტყვის მაგრამ დეტერმინად იქცა არსებობს ესეთი გაგება ტუსოვკების ჩვენთან თუ ეს უფრო სამყაროებია მე ნაკლები ცოდნა მაქვს რუსულ ტუსოვკებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა და ქართული ახლა ეს ჩემი სამხატვრო აკადემია იყო. ამიტომ ძალაუნებურად თუ ვთქვათ იმის გამო რომ აი სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ვიყავი, ეს ყველაფერი მეც მონაწილეობდი და ყოველ შემთხვევაში ნამდვილად მე ვფიქრობ რომ ტუსოვკები ამ შემთხვევაში რუსეთში იგივე სხვა ალბათ მე არ ვიცი ხა რა ხდება უკრაინაში, მაგრამ რუსეთში ვიცი რა ხდებოდა, ეს იყო ერთგვარი დაპირისპირება თქვათ ოფიციოზის თქვათ შეკრებებთან, ყრილობებთან, თქვათ კომკავშირულ მოგზაურობებთან და ასე. მაშინ ესეთი სუფთა გაგებით საქართველოს ეგეთ არ ყოფილა. დაპირისპირება თქვათ კომკავშირთან არ იყო, მაგრამ ესე ძალიან შერეული და სასაცილო იყო. გახსოვს ბაკურიანში რა ერქვა ბაკურიანში ხო სემინარები იყო სიმპოზიუმები სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე და რაღაც მოხსენებებსაც ვკითხულობდით მაგრამ აი ის ერთი და იგივე ჯგუფი იყო ისინი ვინც ნონკონფორმისტებად თვლიდნენ თავის თავს რომლებიც თქვა თვლიდნენ რომ პროტესტიც ჰქონდათ მთავრობის წინააღმდეგ და ამავე დროს კომკავშირთან ერთად ამ ტუსოვკასაც აკეთებდნენ ესე ძალიან ორიგინალური ეხა გამახსენდა ხო ცი არ მაგაში ეს რაღაც უცნაური ბაკურიანის იყო ტიპიური თითქოს სხვა არც არავინ არ იკრიბებოდა, მაგრამ ესეთი ტუსოვკა იყო კომკავშირის ცეკასთან ერთად. ძალიან სასაცილო. ეს გამოდიოდა რეალურად ქართული პარადოქსი კომკავშირული ტუსოვკები. კი, და ზუსტად ასე იყო. მე თვითონ ყოფილვარ ამ ტუსოვკის მონაწილე და ნუ როგორ გითხრა, გადასარევ დროს ვატარებდით და ნუ თქვა რაღაცა. ამაზე ხა ეს რომ აუხსნა თქვა ვიღაცა. ხო, მაგრამ რუსეთში აგადასავლეთში ძალიან რთულია რა ხდება საქართველოში. ნუ იცი რაზე მიფიქრია, რომ აი ეს ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ხო? პრინციპში სხვანაირად შეიძლება ვთქვათ ესე რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ქართული კულტურის თვითრეფლექსიის აი ეს რასაც გავაკეთებთ ჩვენ ამას ხო არა და ნახე რა ხდება ჩვენ ვთქვათ დღევანდელობის გააზრებით თუ გუშინდელი დღის მაინც თანამედროვეობის გააზრების მცდელობა იმ წუთშივე ვიწყებთ ძებნას რა არის ეს რაღაცა განსაკუთრებული არავის არ გავს და შენ გადავდივართ უფრო წინა კულტურულ პერიოდში ისე ვხედავთ რომ ეს არავის არ კიდე ანუ ეს არის ჩვენი თვითმყოფადობა ჩვენი განსაკუთრებულობა აი კიდევ რაზე მიფიქრე იცი მაგალითად ცნობილია ფსიქოლოგიაში ესეთი ფენომენი რომ ეს არის
არის თქვა კოლექტივისტური თუ ინდივიდუალისტური ფსიქოლოგია. საქართველოს რო არც ერთს არ ეკუთვნის და მე ამაზე დავფიქრდი ფიროსმანზე, როდესაც მუშაობდი და მივხვდი რომ კლასიკური ტიპის არც ერთი და არც მეორე არის მცდელობა ვიღაცებმა, ეხა აი ამ ორად გაყუნდა რომელიმეს მიაკუთვნონ, მაგრამ ტყუილია, იქ არის ეს ისე ცოტათი ყურით მოთრეული, იმიტომ რომ კლასიკურად ესე არ არის. არც ერთს ატოვის ანუ კოლექტივისტურ ფსიქოლოგიას არ ეკუთვნი. იმდენად ინდივიდუალისტურია შენი მეობა, ხო? რომ ძალიან ძნელი ხა ამაზე ღრმად რომ არ ჩავფიქრდეთ, ისედაც ჩანს, ხო, პრინციპში, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, აი, სხვანაირად არის. ისევე როგორც ვთქვათ, სულ გლობალურად ეს რა ვართ ჩვენ აღმოსავლეთ თუ დასავლეთ. სხვათაშორის ძალიან საინტერესოა, მე მახსენდება ახლა ამ თემასთან პირდაპირ კავშირშია, როდესაც იონე საბანიძე განსაზღვრავს რა არის საქართველო. ესე აბათვილის წამებაში ეს არის ყურეი ქვეყნისა, არაჩვეულებრივი განსაზღვრება. ესე იგი ეუკომენას, ესე იგი განათლებული ქრისტიანული სამყაროს ყურე, ესე იგი კიდე ასე ვთქვათ დასალიერი. იქით რაღაცა სხვა სამყაროა, სხვა რომელიც არ ეკუთვნის იმ დროისთვის, მაგრამ რეალურად ეს მართლაც მასე იყო, იმიტომ ეს იყო ამ ორ სამყაროს შორის ეკუმენას, ეს იგი ამ შემთხვევაში ქრისტიანულ განათლებულ, ასე ვთქვათ, ამ ევროპულ სამყაროსა და აღმოსავლურ, აზიურ, როგორც გნებას თუ ვსკვით, თურანულ სამყაროს შორის რაღაცა შუალედური პოზიციაში იყო და რეალურად თვითშენარჩუნების, თვითყოფადობის შენარჩუნების მიზნით მას მქონოდა ის, რასაც ახლა ვლაპარაკობთ რა. თან ყოფილიყო შინაგანად პირისპირებული საკუთარ თავთანაც, საკუთარ წესრიგთანაც და ამავე დროს რაც გაძლიერებს ის საშუალებას, იმიტომ რომ შენ თუ ეს არა გაქვს კონფლიქტი, შენ ხვალინდელი დღე არასდროს არ გექნება რა, ანუ ნებისმიერი კონფლიქტი ბადებს შემდეგ ხვალინდელ. ეს კოლექტიური მახსიერება ბადებდა სწორედ იმას, რომ შენ რაღაცას ფლობ, შენ წარსული გაგაჩნია და შენ ეს წარსული უნდა შეინარჩუნო, ოღონდ რაღაცნაირად უნდა შეუთავსო თანამედროვეობას დაახლოებით ასეთი რაღაც. ძალიან სასაცილოა, მაგრამ დღეს რაღაცა ისეთი კარგი რაღაცები გამოდის. ძალიან მართლა არ დამიწყვია წინასწარ, აი სულ არ მიფიქრე, მაგრამ ეხლა ნახე ისევ რა გამოვიდა. გამოვიდა რა, რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ თანამედროვეობა არის კრიზისი არა? ანუ კრიზისი არის დასავლეთის ცივილიზაციაში, იმიტომ რომ მან ისე სწრაფათი არა, ანუ მისმა დინამიზმმა გამოიწვია ძირებთან კავშირის გაწყვეტა არა? ეს იმას ნიშნავს, რომ იქ სერიოზული კრიზისია, ისინი თავის თავს ისტორიის დასასრულში აღიქვავენ. აღმოსავლეთმა კი პირიქით იმის გამო რომ ძალიან კონსერვატული იყო და ცდილობდა რომ არსად არ წასულიყო, იმანაც დაკარგა ძირებთან საერთო. ნახე რა საინტერესოა და პრინციპში დღეს ლაპარაკი არის კულტუროლოგიაში მიღებული ის, მაგრამ კრიზისი, პლანეტარულ კრიზისზე ლაპარაკი. შემდეგ ჩვენ, რომლებიც ბოლომდე არც იქ ვიყავით და არც იქ, ძალიან საინტერესო რაღაცა გამოდის, ძალიან საინტერესო. მე ვფიქრობ, რომ აი ეს ქართული კულტურის რეფლექსია ძალიან საჭირო და ისეთი იცი, მძაფრი მოთხოვნაა დღევანდელობის და მე ვფიქრობ, ამაზე პასუხი გასაკეთებელია მეცნიერებაში იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესად ვიცოდეთ ჩვენი თავი და რა თქმა უნდა, ეხლა მანდ არის საინტერესო თვითონ კრიზისთან დაკავშირებით, მე საერთოდ მიყვარს ხოლმე ამ კრიზისის სიტყვის გახსნა, მე ვაძლევ საშუალებას ავხსნათ, რაც კრიზისი თავისთავად ნიშნავს სამსჯავროს, ეგ სიტყვა. სასამართლოს რეალურად რაღაცა გადააფასო, ახლა ნიჩიანურ თვალსაზრისით თუ შევხედოთ, გადავაფასოთ, ფასეულობათა გადაფასება მოხდეს, ახლა თავის დრო და შპენგლერიდან დაწყებული, როდესაც მან დაწერა თავის გენიალური წიგნი, ესე იგი ევროპის ხო და დაისი თუ არის ევროპის დასასრული, განიც ევროპა ესე თარგმნიან რუსები არის ევროპის დასასრული. მე ზაკატ ევროპა ვიცი რუსულად. ზაკატ ხო მაგრამ დაისი ესე იგი რუსულად ასეა და ხო და ესე იგი უკვე თვალთი ჩანდა რომ ის რაღაცა ფაქტობრივად გადაფასებას ეწეოდა ნიჩიანურ გოეთიანური კუთხით. ძირითადი მომენტი იყო რომ აქ იყო ევროპოცენტრიზმის დასასრულზე ლაპარაკი და აი იმაზე რომ კულტურა არა მხოლოდ ევროპოცენტრული არსებობს, არამედ არსებობს კულტურათა სიმრავლე, არა? მე პირველად მან ეს ორგანული და პარორგანული კულტურები, რომელიც პოსტმოდერნული კულტურის ფაქტურად სახეა, იმიტომ რომ დიდი კულტურების შესწავლით აღმოჩნდა რომ კაცობრიობის სახეს ვერ შევისწავლით ბოლომდე და მხოლოდ მისი დეტალებში ვფუძეთ. არა ძირითადად პლიანურობის განახლება შეგვიძლია. რაღაცა თქვა ესეთი მეორე ხარისხოვანი ბჭყალებში თქვა უნდა თორე ნამდვილად არ აღვიქავთ ჩვენ თავს მეორე ხარისხოვან ნაციად. პირიქით, აი მე ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე სხვათაშორის ძალიან საინტერესო უკაცრავად შეგაწყობილი. აი ვთქვათ, მე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ აქ ეს თემა გაგრძელებული შემდეგ ტოიმბის, არა? კულტურა და იმასთან კიდევ უფრო მრავალია ეს კულტურა და აი საგანგებოდ ხო
აი ეს ტერიტორია პრინციპში არ აქვს შესწავლილი და მე ძალიან ბევრჯერ ისე კი ბევრს წერს თქვა რუსეთზე აქვს და აი ძალიან ხშირად პირდაპირ ჩასაფრებული ვიყავი სულ მაინტერესებდა და დღესაც მაქვს ესეთი გრძნობა რომ ალბათ მას რომ მეტი ინფორმაცია ქონოდა ამის შესახებ შესაძლებელია ძალიან საინტერესო განსაკუთრებული ადგილი დაეჭირა ტოინბის პერიოდში რუსეთი იყო ეს სივრცე და რუსეთი მოიცავდა ამას მისთვის იყო ერთი კონტროლული ისტორიული არეალი კი და ამას ძალიან ბევრი მიფიქრე რომ არ იცოდა უბრალოდ რომ ეს არის განსაკუთრებული თორე აი რაღაც გახსნის სურვილი ამ მიმართულებით იქ თითქოს არის რუსეთზე ლაპარაკის დროს და შენ ხვდები რომ აი ამის გაგრძელება იქნებოდა ალბათ ის რასაც წარმოადგენთ ჩვენ ზუსტად ლაპარაკი იმაზე რომ არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის და ამ შემთხვევაში ნახეთ ჩვენ მივიღეთ ასეთი უცნაური ფორმა დღეს ფაქტობრივად ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ გვაქვს ასეთი ტიპის ქონდა გარკვეული დაპირისპირება გარკვეულ სამყაროსთან გარკვეულ მოთხოვნილებებთან რეალურად უპირისპირებოდი თქვა რაღაცა გარკვეულ სტრუქტურას სამშობლო სახელმწიფო აპარატს იდეოლოგიას უპირისპირებდი ცოტა რბილად ჩვენებურად და უპირისპირდი თქვა შეუქმნელი 60-იანი წლების თქვა შეიქმნა 50-იანი წლების სააპარო თქვა ის თაობა რომელსაც შევეხეთ რომელიც ნახევრად კონფორმისტული და ნახევრად ნონკონფორმისტული იყო ანდერგრაუნდი ვერ შევქმნით და დავაღიაროთ რომ არ ყოფილა ხა მე პატარა მას ვაკეთებ მინდა მოვიდე დღევანდელობამდე 60-იან წლებში ასევე ნახევრად კონფორმისტული და ნონკონფორმისტული გზებით ნიჭიერად გავიარეთ ქართული თეატრი რომელიც ძალიან საინტერესო თამაშობდა აქ ორმაგ თამაში იმიტომ ფაქტობრივად რობერტ სტუმროა ფანტასტიკური მოვლენა იყო და რჩება კიდევ ისტორიულად მაგით დარჩება რომ მას შეელო გაეკეთებინა მხოლოდ ის რომ გააკეთა თქვა კავკასიური ცარცის ესე იგივე თუნდაც რიჩარდში ხო ეს თვითონ ეს დაპირისპირება ძალაუფლების ფენომენს შეეხო მაგრამ ისე მოაწოდა რომ რეალურად დაპირისპირება არ იყო ისე ძაფრი შიგნით კი ხდებოდა დაპირისპირება ბუნებრივია მე ქართულ კინოშიც ბუნებრივია იგივე თქვა ну მონანიებაზე რო ვთქვა უფრო ჩემთვის უფრო ზაფრი იყო გიორგობის თვე იმიტომ დასაწყისი კონტრპირველი უბრალოდ იგივე თუნდაც რა ვიცი პასტორალი თუნდაც და ყველა ფილმი და მე არ დამავიწყდება უკაცრავად ჩემო კარგო არის ასეთი ფილმი სიკოდოლი ეს გენიალური ფილმია ჩემს აზრით შეხვედრა წარსულთან იქ ეს არის ძალიან უცნაური ფილმი და ძალიან ღრმა ფილმი იქ არის ყველაფერი გაკეთებული გაჩვენონ რომ აი ეს თქვა კულაკი ახლა საშინელი ალმასხანი ქვია თუ არ ვცდები რა საშინელი კაცია რომ ასე ამუშავებს ხალხს, ფული აქვს, შემოსავალი აქვს და თავის იდეოლოგიური მტრის შვილი, რომელიც მისლა თანამოაზრებმა მოკლეს ეს ტერი რა, ბოლშევიკი, იშვილა, გაზარდა როგორც საკუთარი შვილი, ამ ცუდმა კაცმა. გაზარდა ბოლოს, როდესაც მისმა გაგიჟებულმა ვაჟმა ცოლათმა იყო, ხა ყვები ამ შინას მანძას ედერს, გაუპატიურა ცოლათაც შერთო. ნამუსი აღუდგინა და ბოლოს იმითი დაამთავრა საერთოდ ოჯახში აცხოვრა და დაამთავრა ყველაფერი იმით რომ საქმეზე მიდგა როდესაც მართლაც და იგი წაართოს ყველაფერი გადაყვა თავის შვილიშვილს რო გადაერჩინა იგი დამწვარი სახლიდან რეალურად ახლა რომ ფილმიდან რომ გამოდიხარ შენ გაქვს ორმაგი ცნობა ქონდა ფილმს რომ უყურებდი რომ ესე იგი ახედავ შენ აი როგორ ტკივილით მოდიოდა კოლექტივიზაცია საქართველოს და ამავე დროს იმასაც ხედავ ჩემო ძვირფასო რომ ეს ღირსეული ადამიანები იყვნენ ის ადამიანები რომლებიც უპირისპირდებოდნენ იდეოლოგიას ასე ისე ორმაგი ისე საოცარი რაღაცა გავაგრძელე მე იცი რა მგონია რომ აი ის რაც შენ ხა მოყევი მე მართლა ვიხარ ძალიან კარგად არ მახსოვს ფილმი მაგრამ შენი მონათხრობიდან იცი რა დავინახე რომ სიკოდულიძე მიცი ამით რა გითხრა ადამიანია მთავარი და არა პარტია ხო რომ არ არის ამის თქმა უნდა და მე მოდა ესე გითხრა შეიძლება მოდა ესე ვიტყოდი რომ ჩემთვის იცი აი ეს დამოკიდებულება ჩვენ სულ ხშირად გვითქვია ხოლმე რომ ჩვენ ვართ ძალიან ლოიალურები სხვა ეროვნებების მიმართ ესაც თვითგადარჩენა იყო იცი და კიდევ ამაში იდუიცი რა შინაარსი რომ ჩვენ საქართველოსთვის და ჩვენთვისაც დღეს ესე მე მირჩევნია ნებისმიერი ვთქვათ როგორ გითხრა შინ ადამიანი რომელსაც ამ ადამიანი ყველა ადამიანი არ არის ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ადამიანობა ისე გასეთთან არის ძალიან საინტერესო. ადამიანობა არის ის, რაც მისაღწევია. აი ვეფხვობას ან რომელიმე სხვა სახეობას ვეფხვი ყველანაირად ვეფხვია და ადამიანი არის ბიოლოგიური ადამიანი და არსობს ადამიანი ოღონდ მისი სიღრმისეული გაგებით. და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს თუ ქართველი შინაგანად ყოველთვის გრძნობდა აი იმ ღვთისმიერი ადამიანის მნიშვნელოვანებას და აი ამ სიკოდოლიძის მარქსისტულ თუ რაღაც ხო ესეთ მორალზე გადაღებულ ფილმში
ეს ძალიან ნათლად იგრძნობოდა. რეალურად საქართველოსი გამოდის საქართველოში და ჩვენს გარემოში ნონკონფორმიზმი ადამიანურის გამოწევას ნიშნავდა იდეოლოგიური მანქანისა და უპიროვნობის და უსულობის წინააღმდეგ. არაჩვეულება ჟღერს. მის მომწონს. ხო, ძალიან კარგად იდეოლოგია. თუ ჩვენ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ მართლა საინტერესო ფენომენთან ქონია საქმე. იმიტომ რეალურად კლასიკური გაგებით საქართველოში არც ერთი ფორმაცია არ შემოსულა. ვიყავით იმპრესიონისტებიც, როგორც თქვენ კუბისტებიც არა, ცნობილ ფილმში რო არის და იმპრესიონისტებიც როგორც ამბობს აგული, მაგრამ ყველაფერი ვიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიყავით და ვიყავით რაღაცა სხვა, სწორედ აი ეს ხიბლი, რომელიც დღესაც უნდა გქონდეს და რომელიც თვითდამკვიდრების ამოცანას წარმოადგენს სოფლიო არეალში. და ისევ ტოემბის სიტყვები რო ვიხმაროთ, ჩვენთვის ავანგარდი არსებობდა როგორც ამოცანა, რომლის გადალახვა და არაუარყოფა წარმოადგენდა მიზანს ჩვენი მხატვრობისა. და მე მგონი აი ეს თქვენ თაობას ზუსტად 80-იანელებს ეს არაჩვეულებრივად კარგად ჩანს თქვენ შემოქმედებაში. ძალიან დიდი მადლობა ლიკა ჩემოძვირფასო, საკითხი ამოუწურავია, ამაზე შეიძლება საათობით ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა რომ მოგზავნით, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გისმინა. იმედი გვაქვს რომ საინტერესო იყო მათთვისაც და მომავალშიც ბევრ საინტერესო თემას შევთავაზებთ. დიდი მადლობა. გამემშვიდობისა.